გამარჯობათ, მე ვარ ლიკა კარტოზია და დღეს ჩვენ გავაკეთებთ საოცარ ღვეზელს. ეს ღვეზელი არის საშობაო და ჩვენ დღეს ვიმყოფებით ჭავჭავაძის 33 ნომერში. ეს არის აკონდიტრო, რომელიც ემსახურება რესტორან ტაბლას, პომოდორისიმოს, ლა ფრანს და ასევე კაფე ლაბორატორიას. ჩვენი დღევანდელი ღვეზელი არის ძალიან საინტერესო, მაგას აქვს ძალიან ოჯახური და ბედნიერების დატვირთვა. ვაკეთებთ ღვეზელში ვდებთ აი ამ საოცარ მარჯანს, როცა ღვეზელი მზად იქნება, აუცილებლად დავჭრათ ეს ღვეზელი იმდენ ნაჭრებად, რამდენი ყავს ჩვენ ოჯახის წევრები და ერთი ნაჭრი აუცილებლად დაუთმოთ ოჯახს. ვისაც შეხვდება შობის ღამეს ის ნაჭრი, სადაც იქნება ეს ჯადოსნური მარჯანი, იმისთვის იქნება ძალიან კარგი წარმატებული წელი. მე გისურვებთ ბედნიერებას და მოდით ვისწავლოთ როგორ გავაკეთოთ საშობაო ჯადოსნური ღვეზელი. დაგვჭირდება ვაშლი, 3 ცალი, გავთვალოთ 2 ვაშლი და ეხლა დავჭრათ აი ესეთი პატარა 4-კუთხედი ნაჭრები. ორი ვაშლის დაჭრილია ეს მასა, მოვათავსოთ ჯამში. და დავიწყოთ ცომის მომზადება. ავიღოთ 200 გრამი ფქვილი, 150 გრამი შაქარი და კარგად აურიოთ ერთმანეთში. ავიღოთ დარიჩინი, აი სავსე ჩაის კოვზი. დავუმატოთ ამ მასას. ავურიოთ კარგად. და ამას ყველაფერს დავუმატოთ გამაფხვიერებელი. ასევე აურიოთ კარგად. შემდეგ ჯამში ავიღოთ, გავტეხოთ 3 კვერცხი. ავთქვიფოთ კვერცხი. ამ ათქვეფილ მასას დავუმატოთ 150 გრამი გამდნარი კარაქი. კარგად ავთქვიფოთ ეს ყველაფერი. კარაქის და კვერცხის მასა დავუმატოთ ჩვენ დაჭრილ 2 ვაშლს. აურიოთ და გადავაზავოთ წინასწარ დამზადებულ ქვილის, დარიჩინის და შაქრის მიქსს. გამოვიდა ესეთი სომი, ნახეთ. როგორც კი დავამზადებთ აი ამ ნარევს, მერე ვაკეთებთ ესეთ რაღაცას. ვიღებთ მარჯანს, შევახვიოთ ეს მარჯანი ფოლგაში, ავიღოთ ნამცხვრის ფორმა, აუცილებლად ქვემოთ დაუდეთ კალკა. აი ეს ჩვენი ჯადოსნური ნიშანი აურიოთ ცომში და ყველაფერი ჩავდოთ ფორმაში. მესამე ვაშლი, რომელიც ჩვენ გვაქვს ამ ღვეზელისთვის, ასევე გავთვალოთ და დავჭრათ, ოღონდ ისე დავჭრათ, რომ გამოგვივიდეს აი ესეთი გრძელი ნაჭრები. და ეხლა ვიწყებთ ჩვენი ღვეზელის გაფორმებას. ნახეთ, აი ავიღოთ ვაშლი და ძალიან ლამაზად მოვათავსოთ ზედაპირზე. აუცილებლად გაითვალისწინეთ ის, რომ თილისმა რაც შეიძლება იყოს დიდი ზომის, რომ არ გადაცდეთ ბავშვებს და აუცილებლად უთხარით, რომ თხილად მიირთვან ეს საშობაო ღვეზელი. ღვეზელი უნდა ჩავდოთ ღუმელში, ღუმელის ტემპერატურა უნდა იყოს 150 გრადუსი და აუცილებლად უნდა გამოაცხოთ 45 წუთიდან 50 წუთამდე. ყურადღება მიაქციეთ თქვენ ღვეზელს და აუცილებლად ძალიან გემრიელი გამოგივათ. ჩვენი
ღვეზელი მზად არის და ბოლო ნიუანსი ავიღოთ კარამელის соуსი და წაუსვათ ზემოდან. და ბოლო, ჩემი ოჯახი შედგება 4 წევრისგან და აქედან გამომდინარე ეს ღვეზელი უნდა დავჭრა 5 ნაჭრად. ერთი ჩემთვის, ერთი ჩემი მეუღლისთვის, ერთი ჩემი უფროსი ბიჭისთვის, მეორე უმცროსი ბიჭისთვის და აუცილებლად ერთი სახლისთვის. ვისაც შეხვდება ჯადოსნური მარჯანი, ის იქნება ძალიან ბედნიერი ამ წელს. თუ თქვენ მოგეწონათ ჩვენი რეცეპტები, თვალყური ადევნეთ Food Labs ICRG-ზე, გემრიელად მიირთვით.